გისმენთ? გამარჯობა დიმა, როგორ ხარ? მადლობ, კარგად. თავადაგურ ხარ? მეც კარგად. სხვათა შორის, მაშინ მიწის ნაკვეთზე რომ გეუბნებოდი, შევიძინე. მართლა, მომილოცავს. მადლობა. დიმ, რა მინდა იცი გკითხო? მაინტერესებს მაქსიმუმ რამდენი კვადრატულის აშენება შეიძლება ამ მიწის ნაკვეთზე. იცი, შენ წარმოიდგინე, მეც მაგაზე ვფიქრობდი. შენობის მაქსიმალური ფართობის შესახებ. მოკლედ, საკადასტრო მომწერე და მე შეგეხნიალე. აჰა, კარგი. დროებით. დროებით. მოგესალმებით მეგობრებო. ეს მხოლოდ მეორე ვიდეოა, რომელსაც თუ ვითავა მახსე. ჩემი აქცენტირება ხარისხზე კი მოითხოვს შედარებით დიდი დროის დათმობას, რაც აუცილებელი იმისათვის, დრო, რომელსაც თქვენ ჩემთან ერთად გაატარებთ, იყოს ნაყოფიერი და მომდროულად სასიამოვნო. თემატიკა, რომელსაც მოიცავს ეს არხი, საკმაოდ მრავალფეროვანია. ამიტომ მაქვს მიზანი სრულფასოვანი თან საინტერესო წარმოდგენა შეგიქმნათ საკითხის ირგვლივ. ეს დიმაა, თქვენ არქიმედზე ხართ და დღევანდელი ვიდეო დაგეხმარებათ ყველას. მით უმეტეს მათ, ვინც აპირებთ მიწის ნაკვეთის ყიდვას მასზე რაიმე შენობის აშენების მიზნით. თქვენ მიიღებთ პასუხს თუ რაზე უნდა გამოვხილოთ ყურადღება მიწის ნაკვეთის შეძენისას. მოკლედ, დღეს ვისაუბრებთ კოეფიციენტებზე, რომლებსაც უდიდესი გავლენა აქვს საპროექტო ობიექტის გაბარიტებზე. და თქვენ ვერ წარმოიდგენთ თუ რამდენად ბანალური და მოსაწყენი სახელი ქვია მათ შემოკლებით. К. უბრალოდ К. ანუ K კოეფიციენტი. ასე რომ დღეს საკმაოდ ინტენსიური ვიდეო გველოდება, მაგრამ სანამ K კოეფიციენტს და მის ნაირსახეობებს განვიხილავთ, ჩვენ უნდა გავიცნოთ ფუნქციურ ზონებს. იმიტომ რომ სწორედ მათ შეესაბამება ეს კოეფიციენტი. თბილისის მთელი ტერიტორია დაყოფილია ფუნქციურ ზონებად. ეს ზონები ერთმანეთისაგან გამოყოფს სხვადასხვა განაშენიანებით დატვირთულ ტერიტორიებს. სულ თბილისის მასშტაბით მოგვეპოვება 10 ფუნქციური ზონა. მრავალი მათგანი კიდევ ცალკე იყოფა 3, 4 ან 6 ქვეზონად. მაგალითისთვის ავიღოთ საცხოვრებელი ზონა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თბილისის მასშტაბით. სწორედ ეს ზონა იყოფა რეკორდული რაოდენობის 6 ქვეზონად. საცხოვრებელი ზონა 1, საცხოვრებელი ზონა 2, საცხოვრებელი ზონა 3, 4, 5 და 6. თითოეულ ამ ზონაში სხვადასხვა ტიპის ერთგვაროვანი ან შერეული ტიპის განაშენიანებაა. მაგალითად, საცხოვრებელი ზონა 1-დან 4 ჩათვლით დომინირებენ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები. საცხოვრებელი ზონა 5 უკვე შერეული ტიპისაა, ხოლო საცხოვრებელი ზონა 6 განკუთვნილია მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსისთვის. მეგობრებო, ის რასაც მე თქვენ ახლა გეტყვით, არის თბილისის და პრინციპში არა მარტო თბილისის სამოქალაქო ცხოვრების გრძელი ჯაჭვური პრობლემის მნიშვნელოვანი რგოლი. ვინაიდან ეს რგოლი იძულებული ებმოდეს სხვა ისეთ რგოლებს, რომლებიც მას საზრდელად და განვითარებისთვის სჭირდება. ამიტომ ეს პროცესი მეტად ართულებს და ამჭიდროვებს მათ. ვიცი რომ შეიძლება ცოტა გონება აგიბნიეთ, თუ რა იგულისხმება ამ რგოლებში და მათი ბმების ირთულეებში, მაგრამ ვთხოვთ გამიგოთ. ჩემს მიზანს არ წარმოადგენს უბრალოდ შრალად მოგაწოდოთ ინფორმაცია. ასე რომ მოემზადეთ. მალე ამ რგოლების ძალიან საინტერესო დეშიფრირება გელოდებათ. ხიარულიც, მაგრამ ცოტა საშიშიც კი. სხვათა შორის მე თავი
ნაკლებად კომპეტენტურად მიმაჩნია მსგავსი საკითხების განხილვაში. ამიტომ სიტყვას ჩვენს ექსპერტს გადავცემ. ეს თქვენ ხართ? ისევ? ისეთ საქმეში, როგორც არქიტექტურა, მართლაც რომ მნიშვნელოვანია იმდაგვარი ადამიანის ჩართულობა, რომელსაც მინიმუმ არ ეზარება, მაქსიმუმ კი ფანატიკოსია ამ საქმის. მოკლედ თქვენ სწორ მისამართზე ხართ. და პოსტსკრიპტუმ, ვისურვებდი რომ 1-2 სიტყვით მაინც წარგედგინე მაყურების წინაშე ძმაო. ოკეი, ამიგო, სამომავლოდ გავითვალისწინებ. ესე იგი, K კოეფიციენტი. ის არსებობს სამი სახის. K1 მიწისნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი, K2 მიწისნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი და K3 მიწისნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი. ეს სამი K არეგულირებს შენობის სამ უმნიშვნელოვანეს პარამეტრს. პირველი, მაქსიმუმ რა ფართობს დაიკავებს შენობის პირველი სართული მიწისნაკვეთზე. მეორე, შენობის ყველა სართულის ჯამური ფართობი და მესამე, მინიმალური ფართობი მიწისნაკვეთზე, რომელიც სავალდებულოდ უნდა იყოს გამწვანებული. K1 მიწისნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი 14.39 დადგენილების მიხედვით, რომლის ლინკსაც აღწერაში დავტოვებ, K1 განსაზღვრავს შენობის პირველი სართულის იატაკის ზედაპირის ფართობის შეფარდებას მიწისნაკვეთის საერთო ფართობთან, მაგრამ რას ნიშნავს ეს? დავუშვათ, საცხოვრებელ ზონა 1-ში, სადაც K1-ის რიცხვითი მნიშვნელობა შეადგენს 0.5, თქვენ გაქვთ 400 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე მიწისნაკვეთი. იმისათვის რომ გავიგოთ, თქვენი შენობის პირველი სართული მაქსიმუმ რამდენი კვადრატულ მეტრს შეიძლება იკავებდეს, ამისათვის 0.5-ს ვამრავლებთ 400-ზე. ანუ K კოეფიციენტის რიცხვითი მნიშვნელობას ვამრავლებთ მიწისნაკვეთის საერთო ფართობზე. ვღებულობთ 200 კვადრატულ მეტრს. შესაბამისად, თქვენი შენობის პირველი სართული არ უნდა იყოს 200 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის მქონე. ნაკლები კი ბატონო. და თან ხასილს ვამ, მიღებულ ფართობში შედის შენობის გარე კედლები, შიდა ტიხრები, კიბის უჯრედი და თითქმის ყველა მისი დეტალი. ალბათ თქვენ რა გეგონათ? K2 მიწისნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი განსაზღვრავს შენობის ყველა სართულის ჯამური ფართობის შეფარდებას მიწისნაკვეთის საერთო ფართობთან. რას ნიშნავს ეს? იგივე მიწისნაკვეთისთვის, რომელიც ჩვენ წეგან განვიხილეთ, K2-ის რიცხვითი მნიშვნელობა შეადგენს 0.8-ს. ისევე როგორც წინათ, 0.8-ს ვამრავლებთ 400-ზე, ანუ მიწისნაკვეთის საერთო ფართობზე და ვღებულობთ 320 კვადრატულ მეტრს. შესაბამისად, თქვენი შენობისთვის ამ მიწისნაკვეთზე ყველა სართულის საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 320 კვადრატულ მეტრს. და ბოლო, K3 მიწისნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი განსაზღვრავს მინიმალურ ფართობს მიწისნაკვეთზე, რომელიც არ უნდა იყოს დაფარული ან გადაფარული რაიმე წყალგაუმტარი მასალით, რომლის ქვეშაც არ უნდა არსებობდეს რაიმე შენობა ნაგებობა და რომელიც სრულებით განკუთვნილი უნდა იყოს გამწვანებისათვის. იგივე მიწისნაკვეთისთვის K3-ის რიცხვითი მნიშვნელობა შეადგენს 0.3-ს. შესაბამისად, იმისათვის რომ გავიგოთ ეს ფართობი, ამ შემთხვევაშიც K3-ს ვამრავლებთ მიწისნაკვეთის საერთო ფართობზე და ვღებულობთ 120 კვადრატულ მეტრს. შესაბამისად, მინიმუმ 120 კვადრატული მეტრი ამ მიწისნაკვეთზე უნდა იყოს განკუთვნილი გამწვანებისათვის. ვეთანხმებ ჩვენს ექსპერტს და დავამატებ, რომ K3-ში მიღებული ფართობის მნიშვნელობა არის მინიმალური მოთხოვნა. განსხვავებით K1-სა და K2-ისაგან, სადაც მიღებულ ფართებს არ უნდა გადააჭარო. ნამდვილად. შენ აქაც ახარ? აბა შენ რა გონია? ასე რომ ორადორის ცოდნაც გჭირდებათ. ეს არის ციცოდე თქვენი მიწისნაკვეთის ფუნქციური ზონა და K კოეფიციენტის რიცხვითი მნიშვნელობა ამ კონკრეტული ფუნქციური ზონისათვის. ეს ყველაფერი მოცემულია 14.39 დადგენილებაში. ხოლო ფუნქციური ზონის გაგება შესაძლებელია ქალაქ თბილისის მერიის საიტზე, ინტერაქტიულ რუკაზე შესაბამისი პარამეტრის არჩევით. იმ რგოლების ამბავი ხომ არ დაგავიწყდათ? ამაში კი ჩვენი დეშიფრატორი,
არქიტექტორი, ასტრონომი და მოკლედ ვთქვათ, ექსპერტი დაგეხმარებათ. რა შუაში ამ ყველაფერში ასტრონომია? თვითონ აგეხსნით. გმადლობთ, ესე ჯობია ნამდვილად. თორემ ჩემს გარეშე მაყურებელს ძალიან გაუჭირდება მაგ-შერი პათოსის გაშიფრვა. ესეც ერთგვარი ფაქტია. შენ ბიჭო, საბოლოო ჯამში ეს ფუნქციური ზონები თავთავიანთი კოეფიციენტებით ქმნიან მიზიდულობის ცენტრებს. ნებისმიერი ქალაქის მასშტაბით არსებობენ ობიექტები, რომლებიც სარგებლობენ მოსახლეობის განსაკუთრებული დასწრებადობით. ესე იგი, დროის ხანმოკლე შუალედში ასეთი ობიექტებისკენ ბევრი ადამიანი მიემართება. ესენი ცენტრებია საგანმანათლებლო, სავაჭრო და განსაკუთრებით საოფისე და სამუშაო დანიშნულების ობიექტები. თუ მაგალითად თბილისს მოვიყვანთ, მოსახლეობის ზრდის ფონზე რთულდება ასეთი ობიექტებისკენ ტრანსპორტირება, ვინაიდან არ მიმდინარეობს ახალი ასეთი ცენტრების თბილისის პერიფერიებისკენ გადანაცვლება. შედეგად კი ვღებულობთ შავ ხვრელებს ქალაქში და აქ მინდა გარკვეული შედარება მოვიყვანო. კოსმოსში არსებობს ერთი ძალიან საინტერესო და შემაწრწუნებელი ტიპის სფერო, შავი ხვრელი. ეს არის უდიდესი მასის, ზემძლავრი გრავიტაციის მქონე ობიექტი, რომელიც იზიდავს ყველაფერს, პლანეტებს, ვარსკვლავებს, სინათლესაც კი. ასევე იგი ამრუდებს და ანელებს დროს. ხოლო მათი შესრულების ხარჯზე იგი იზრდება. საქმე იმაშია, რომ ქალაქში არსებული ეს სიმძიმის ცენტრები სწორედ ამ პრინციპით მოქმედებენ. ისინი ადამიანებს იზიდავენ, პირადი თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამყოფებენ საცობში, აკარგვინებენ დროს, ხოლო მათ ხარჯზე ისინი იზრდებიან. არადა რეალობა ისეთია, რომ ადამიანი იქნება ეს თუ რაიმე სახის ტრანსპორტი, უბრალოდ არ შეუძლია არ გაყვეს ამ დინებას. სამსახურში მისვლა ხომ გინდა, იქ რაიმე ტრანსპორტმა ხომ უნდა მიგიყვანოს. შედეგად კი ვღებულობთ რეალობას, სადაც სისტემა ჩაკეტილია, შავი ხვრელის არ იყოს. თქვენ მკითხავთ, კი, მაგრამ კოეფიციენტი აქ რა შუაშია? საქმე იმაში არის, რომ კოეფიციენტიც არის ამ სისტემის ნაწილი. განსაკუთრებით K2. მაგალითად, თუ კი თქვენ იქ ვინმე გყავთ, შესაძლებელია K2 კოეფიციენტის ყიდვა და მის ხარჯზე შენობაზე დამატებითი სართულების დაშენება. სარეკრეაციო ზონა 2-ისთვის, რომელიც გამწვანებულ ტერიტორიებს მოიცავს, საერთოდ არ არის განსაზღვრული K2-ის რიცხვითი მნიშვნელობა. ამავდროულად საგამონაკრისო წესის მიხედვით, ამ ზონაში შესაძლებელია სასტუმრო შენობის განთავსება, რაც პოტენციურად ნიშნავს იმას, რომ RZ2-ში შეიძლება აშენდეს ნებისმიერი სართულიანობის მქონე სასტუმრო. ვაკის პარკში ეს სასტუმრო შენობა სწორედ ამ პრინციპით უნდა აშენებულიყო, მაგრამ საბედნიეროდ არ გამოვიდა და ტერიტორია ისევ პარკს დაუბრუნეს. და თუ კი თქვენ შვებით ამ მოსამართლე მოასწარით, იმედია ჯერ კიდევ ზიხართ. საქმე იმაში არის, რომ ისედაც გადატვირთულ გმირთა მოედანზე, ხას უსვამ სარეკრეაციო ზონაში, არსებული აბრეშუმის ქაღმის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს მულტიფუნქციური 1-40 და მეორე 52 სართულიანი სათავჯენი, საერთო ფართობით 153.959 კვადრატული მეტრით. თანაც ერთ სტატიაში, რომლის ლინკსაც აღწერაში დავტოვებ, ვკითხულობთ, რომ გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევა არ ჩაუტარებიათ, თან ეს ისეთი ტერიტორიისთვის, რომელთანაც უშუალო შეხება ჰქონდა 2016 წლის 13 ივნისის ტრაგედიას. და ეს უკვე საცილო აღარაა. ყოველ შემთხვევაში შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის ტრაგედია 22 ადამიანს სიცოცხლის პასად დაუჯდა. ხოლო პროექტი გულისხმობს დაახლოებით 2000 საცხოვრებელ ბინას და 1000 ადგილიან მიწისქვეშა ავტოსადგომს საშიშ ზონაში. იცით, მე პირადად სათამაშოების წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ.
მეტიც მათი ნამდვილი ფანი ვარ. ისინი მართლა ძალიან მიყვარს. მაგრამ მსგავსი ობიექტების პროექტირებისას ტერიტორიის შერჩევა უნდა იყოს მაქსიმალურად მიუკერძოებელი და ორიენტირებული ქალაქის უსაფრთხოებასა და ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ტიპის პატივისცემაზე. ოღონდ ეს უკვე სხვა ვიდეოს თემაა, რომელსაც მომავალში აუცილებლად განვიხილავთ. აი ასე ეს კოეფიციენტები საშუალებას გაძლევენ პირველი წარმოდგენა იქონიოთ თქვენს მყუდრო ჩანაფიქრზე. დამავდროულად სინდისის ხმის როლს ასრულებენ, რომლის იგნორირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ხოლო მე და ჩემი ექსპერტი ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით საინტერესო და ცოტა მხიარული ფარინდელი დროს პროექტირებაში. ბატონო ექსპერტო, მოხვალ? არ მთავარ გერიდება. A few moments later. მოდი. მართლა მოვიდა.